იცით რა მიყვარს? პირველ რიგში ქათამს იმას ვიზამ რა ქვია, დავჭრი ნაჭრებად და დავამარინადებ. ჩვენ ვაკეთებთ ბრინჯს ბოსტნეულით და შევწავთ ქათმის ფილეს. ალბათ იცით მაგრამ გეტყვით რომ სხვადასხვა დაფაზე უნდა იმოქმედოთ. როცა აკეთებთ ქათამს და ბოსტნეულს ან ხორცს და სხვა პროდუქტებს, იმიტომ რომ თერმულად დაუმუშავებელი ქათამი და ბოსტნეული არ უნდა მოხდეს ერთ დაფაზე. თან მოვყვები რითი ვამარინადებ, ძალიან მარტივი ამბავია. ზეითუნის ზეთი. ბევრი არ გვინდა. პაპრიკა, შავი პილპილი, ლიმონის წვენი, გემოვნებით რა როგორც გიყვართ, ძალიან დამჟავება არ უხდება. რაღაცა მავიწყდა. სოიო соуსი უნდა ცოტა. და მარილი. ამოვურიოთ. აი ასე გამოიყურება. დაკისუნი აქვს ცინცხალი და 10 წუთი სანამ დანარჩენ რაღაცებს აკეთებთ, ანუ სანამ ჭრით ბოსტნეულს და ასე შემდეგ. ეს გააჩერეთ. ეს მაინც ცალკე ტაფაზე უნდა შეიწვას. აი, იცით რა მიყვარს?